მოგესალმებით. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ ტაროლოგიურ ეზოთერიულ არხზე. დღეს ახალი დასტის საშუალებით გვექნება საინტერესო ინფორმაციის მიღება, იმისთვის რომ მოხდეს ენერგო ბალანსირება. თქვენი მხრიდან საჭირო არის მოწონება, კომენტარი, გაზიარება და ჩემი არხის გამოწერა, მათ ვისაც გამოწერილი არ აქვს. მოდით დღეს ვნახოთ კონკრეტულად თქვენთვის მაქვს თუ არა მაგიური პოტენციალი და თუ გაქვთ ეს რა სახის არის. მათ ვისაც აინტერესებთ არსებული თემა, შეუძლიათ დარჩნენ ჩემთან, ან თუ არა და სხვა სახის თემატიკაზე ბევრი ვიდეოები მიეძებს და შეგიძლიათ ნახოთ. სამი ვარიანტი, სამი სიტუაცია. დაფიქრდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. ჩაფიქრებულ პიროვნებას, პირველ ვარიანტს გაქვთ თუ არა მაგიური პოტენციალი. დავიწყებ იმით, რომ არსებულ ადამიანებს უფრო მეტად სჭირდება, რომ იმუშაონ საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე. იცით როგორი მომენტი არის, ზოგადად ფიქრის ძალა გაქვს აქ უფრო მეტად ძლიერი და მენტალური მხარე გაქვს ძალიან ძლიერი. შეგიძლია რომ შენივე ფიქრებით, შენივე განწყობიდან გამომდინარე გააგზავნო როგორც ცუდი, ასევე დადებითი კუთხით ენერგიები. ხო, აი ესე გადაჭრით, რო თქვა პირდაპირ მაგიური პოტენციალი, როგორც ასეთი ფიზიკურად პირველ ვარიანტზე ესე გადაჭრით ვერ ითქმება, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ფიქრის ძალა გაქვს. ფიქრის და ვიზუალიზაცია. ანუ შენ აი ამ ორი მიმართულებით შეგიძლია რომ დააპროგრამო რაღაც კონკრეტული სიტუაცია, ძირითადად შემთხვევაში ნეგატივი და საკმაოდ ცუდად დაუბრუნდეს ადამიანს. ასე რომ აქ უფრო მეტი გონიურულობა გჭირდება გამოიჩინოს შენ აზრებთან და ფიქრებთან, რასაც ადამიანს უსურვებ, ან ზოგადად გექნება წარმოდგენის მდგომარეობა. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე ვნახოთ, ჩაფიქრებულ პიროვნებას აქვს თუ არა მაგიური პოტენციალი, ხო? აქ თამამად შემიძლია თქვა, რომ კი. მათ ვინც არიცით, შალფეი ეს არის ზოგადად წმინდის მცენარე, რომელიც კონკრეტულად გამოიყენება სივრცის გაწმენდისთვის, ზოგადად ენერგეტიკული კუთხით თქვენც რომ გაიწმინდოთ, ხო? შესაბამისად, აქ შესაბამისი ცოდნა, როგორც ასეთი სიბრძნე ნამდვილად არის ამ ადამიანში, ნამდვილად არის ასე თქვათ ძალა პირდაპირ მნიშვნელობით და თამამად შემიძლია თქვა, რომ კი, გააქვს პოტენციალი, მაგიური პოტენციალი, აქ უფრო მეტად არის მიმართულება მცენარეებთან კომუნიკაციის, გარკვეული სახის ნაყენების დამზადება, გარკვეული სახის ასე თქვათ წმენდითი პრაქტიკებისთვის, ანუ შენ გაქვს პოტენციალი, რომ მცენარეების საშუალებით შეიტარო წმენდები როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვას რომ ჩაუტარო დახმარების მომენტი. ხო, ასე რომ აქ მაგიური პოტენციალი არის პირდაპირ მნიშვნელობით სტიქიური თემების კუთხით, ბუნების ენერგიების კუთხით. და რა თქმა უნდა, მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ძალიან ადვილად ითვისებს ამა თუ იმ სიტუაციებს. აი ესე პირდაპირ რო გითხრა, რომ თან დაყოლილი პოტენციალი გააქვს, ხო, ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ შენივე სიჯიუტიდან გამომდინარე და შენივე ასე ვიტყოდი თავდაუზოგავი შრომის ხარჯი შესაძლებელი არის განავითარო ისეთი პოტენციალები, ექსტრასენსორიკა, შეგრძნების მდგომარეობა, ან სიზმრების კუთხით ხედვა, რაც საკმაოდ კარგად შეიძლება წამოგადგეს სამომავლო თემებში. ასე რომ არსებულ სიტუაციაში ესე თან დაყოლილი მაგიური ნიჭს ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ მნიშვნელობით გაქვს, მაგრამ შენ თუ ზომიერება შეინარჩუნებ და მაქსიმალურად გამოაწრთობ საკუთარ თავს, შეგრძნებების კუთხით ივარჯიშებ, გარკვეული სახის ინტუიციურ დავალებებს გააკეთებ და ასე შემდეგ, შანსი გაქვს, რომ კონკრეტულ რაღაც განვითარებამდე მიიყვანო საკუთარი თავი. აი ესეთი იყო არსებული ვარიანტის ინფორმაციები, დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე ნახვამდის.